ნუ წინა სამში ვნახეთ, რომ ესე სტატიაში ესეა, რომ სამართალი არის სიმბოლური ტექსტი. საერთოდ მართლმადიდებლობაში სიმბოლურ ტექსტებს ეძახიან, მართლმადიდებლობაში არა, რელიგიაში ეძახიან, აი სიმბოლური ტექსტები არის, არა მარტო ესე იგი წამსი, ესე იგი რწმენის სიმბოლო, წამსი როგორ, წამს ერთი ღმერთი. არამედ სიმბოლური ტექსტები არის საეკლესიო დადგენილებები, ტიპიკონები და შეიძლება წმინდა მამების ტექსტების ხე სიმბოლური ტექსტები ეს ნიშნავს ტექსტები, რომლის საშუალებითაც შენ წვდები და უკავშირდები გამოცხადებულ ჭეშმარიტებას, ეს არის ნუ მართლმადიდებლურად. ნუ ქრისტიანულად. როდესაც ხო, მაგრამ აქ რაც არის ხა, რაც საკეთებს კასირერი, ესე იგი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ადამიანებს გვაქვს ჩვენი გრძნობელობა, რაღაც გარკვეული ჩვენი უნარები, ისაც ცხოველებსაც აქვთ რა და ამ შევიგრძნებთ გარკვეულ ვითარებას. ეს იქნება შიშები, მხიარულებები, წუხარებები, ახტაცებები თუ რაღაც და ამას გამოვხატავთ პირველი ანალიზი ამისი არის მითიური ანალიზი. ესე იგი მითებში აღვწერთ ამას. აი მაგალითად გოგითხათ რომ აი ხშირად გაგიგიათ რომ მითებს უკავშირებენ, წარმოშობას უკავშირებენ, ღმერთების წარმოშობას უკავშირებენ ბუნებრივი მოვლენები რომ აიხსნას. ბუნებრივი მოვლენები. ხო რაღაც კუხილი ეს არის ზევსი გაბრაზდა, იქ მიწიდან ამოდის ეს პერსეფონე არის, გაზაფხულზე რომ გაიფურჩქნება, იქ დიმეტრა დედამისი და ტაიტირის პერსეფონე მოიტაცა ჰადესის თანატოსმა და ასე შემდეგ. ხო ეს და აიხსნება. და აი მითები როგორც არის ახსნილი, აი ღმერთები როგორც არიან დახასიათებული, რეალურად ისეთი ძალიან გამოწვეული არის ხოლმე იმ კლიმატური თუ ესე იგი ბუნებრივი მოვლენებისაგან. მაგალითად ამ კელტურ და სკანდინავიურ მითოლოგიაში ღმერთები არიან ძალიან მკაცრები, ბრუტალურები, დაუნდობლები და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ამბობენ რა, ყოველ შემთხვევაში მკვლევარები, რომ ეს დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რომ იქ ბუნება ძალიან მკაცრია და დაუნდობელია და შესაბამისად ადამიანები ესე აღიქვამენ. ეს არის უბრალოდ ადამიანი როგორ აკეთებს მითების საშუალებით, როგორ აწესრიგებს და როგორ იგებს თავის სამყაროს. ხო, კასისერისთვის ეს მაინც ეს არის უბრალოდ გაგება ის, რაც შენ თავს ხდება და მაინც არ არის საკმარისი იმისა, რომ შენ აწარმო გარკვეული სხვა კულტურა. ესე იგი, კასისერისთვის მნიშვნელობა აქ დაყოფა არის ბუნებასა და კულტურას შორის. ესე იგი, ადამიანები ვართ, ეს ორბუნებრივობას რო ვეძახით ადამიანები რომ ვართ, ეს ვართ, იმიტომ რომ ერთი არის ჩვენი ბუნებითი თვისებები და მეორე არის უკვე კულტურა. ხო, რა არის კულტურა? კულტურა ეს არის, როდესაც ადამიანი თავად ქმნის თავის, ესე კულტივირებას აკეთებს თავისი ბუნების და აღმოაჩენებს იქიდან რამ უკვე განსხვავებულს იმისა, რაც მის ბუნებაში. ეს ახლა რთული მომენტია აქ ამის შესახებ სხვაგანაც მიწერია, მაგალითად ეგზისტენციალისტებისთვის მთლიანად უნდა დაეძლიოს ბუნება. ეს მაინც ზიზულასთანაც არის და იანარასთანაც არის და მართლმადიდებელ ეგზისტენციალისტებთანაც არის, რომ ბუნება თითქოს რაღაცა ბორკილია, რომლისგანაც თავი უნდა ვიხსნათ. და მაგის გამო მაგას ეგზისტენცია ბუნებიდან ექსტაზი. კასისერიც სადღაც აემად არის, ნუ ეს 40-იანი წლებია, როდესაც ეს ამ აზროვნებს 30-იანი, 40-იანი, 50-იანი წლებია. და მაშინ ეს ეგზისტენციალური, შეიძლება თვითონ ეგზისტენციალი არ იყო, ნეოკანტიანელი იყო, მაგრამ თვითონ ნეოკანტიალობასთანაც ჰქონდა მას უკვე ნეოკანტიალობიდან იწყებს, მაგრამ მაინც საბოლოოდ შორდება კანტიანის და იქ რაღაც ეგზისტენციალისტის გადად შეუძლებელია იყოს ესე სუფთა მოაზროვნე ისეთ რომელიღაც ეპოქაში, რომ ის მიმდინარეობები, ფილოსოფიური მიმდინარეობები მამაზე გავლენა არ მოახდენს, ისე როგორც მამარდაშვილზე ფენომენოლოგია ახდენს, ნეოკანტიანობა ახდენს, ეგზისტენციალიზმი ახდენს, მარქსიზმი ახდენს გავლენას.
და ნუ მე მთავარი ეს გავლენები არ არის, მთავარია ამას როგორ გადაამუშავებ. ყველგან არის მითოსი და ლოგოსისკენ, ესე იგი მითოსი და ლოგოსის დაპირისპირება ყოველთვის არის, რომ აი მითოსიდან ადამიანმა ლოგოსის, ესე იგი უკვე აზროვნების ლოგიკის ჩართვის შემდეგ მიდის უკვე ფილოსოფიაზე. და ესე ითვლებოდა, რომ ჯერ იყო მითოსი, მერე იყო ფილოსოფია, მითოსი, თეოლოგია, ფილოსოფია და ბოლოს მეცნიერება. მაგრამ ესე არ არის რეალურად. რეალურად მითოსი და ლოგოსი მუდამ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ესე იგი ლოგოსის ბაზა ყოველთვის არის რა მითიური წარმოსახველი. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. გასერთან კვეთრად არის ესე იგი მითოსიდან მივდივართ ლოგოსთან, მაგრამ ლოგოსი ჯერ არ არის ფილოსოფია. ლოგოსი არის მაქსიმალურად აი მითიური ხატებისაგან დაწურვა და ლოგოსური აზრის გამოტანა, კონცეპტუალური აზრის გამოტანა მითებიდან. აი ადამიანი რომ მაგალითად მე თუ ცუდად მოვიქეცი, ნუ ზევსს მოეწონა ჩემი ცოლი და მე წინააღმდება გავუწი მას ზევსს, ჩემი ცოლი დაიტრიოს, ზევსი ბრაზდება და ისulis მეხს ელოს ანდა ყველაზე მეძან ოიდიპოსთან ხო გვაქვს რომ ქალაქი მანამ არის სანამ მასში არის ცოდვა და ოიდიპოსი უნდა წავიდეს ქალაქიდან რომ ქალაქს უბედურობა არ დაემართოს ხო ესე იგი რაღაც ვერთები კაპრიზები არიან ამას ძალიან აკრიტიკებენ ტრაგიკოსები განსაკუთრებით ევრიპიდე ღმერთი არის რაღაც სუბლიმირებული ადამიანი და ადამიანის ხვაშიადები და რაღაცები და ამას თვითონ ბერძნები წერენ რომ ჩვენ მსგავსად შევქმნით ღმერთებს ხო და ეს არის კონცეპტები გამომაქვს აქედან მთავარი აზრები რა აზრი გამომაქვს რომ ჩვენ თუ მე მოვიქეცი უზნეოდ და თუ ქალაქში არის უზნეობა გამეფებული უცოდნელობა რაღაცაში ქალაქში არ არის გამჭირვალეობა ის რაც ეიდიპოსის შემთხვევაში მაშინ ამ ქალაქს არ შესწევს უნარი რომ ავანტყოფობებს და ჭირს და ვარემს გაუწიოს წინააღმდეგობა ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიაზროვნოთ გამჭირვალედ ყველაფერი უნდა იყოს ტრანსპარენტ გამჭირვალე უნდა ვიცოდეთ ვინ არის რა არის როგორ არის და ამ ცოდნის საფუძველზე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რომ მომავალ სირთულეებს გავართვათ თავი ეს არის თქვათ ესეთი გალოგუსურება ტერმინება ჩამოყალიბება ეს ცუდია ეს კარგია მაგრამ ამას მოძდებს უკვე ტექსტები. აი ეს არ უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ეს სწორია, ეს არ არის სწორია. სხვა ცოლი არ უნდა წაართვა, და ზევსი რო შენ ცოლს გართმევს, ეს ნიშნავს რომ შენც არ უნდა წაართვა სხვა ცოლი. ხო? ჩვენ ცნებაში, ათმცნებაში ეგ არის, რომ არის მოუშო ნიშნავს რომ ხვის ცოლს არ შეეხო. და რომ თუ არ გინდა რომ შენ ცოლსაც შეეხო. თუ დღეს შენ ხარ ძლიერი და ახალგაზრდა, მაგრამ ხვალ შენ იქნები უფრო სუსტი. მოხუცი და შენ ცოლი შეიძლება ჯერ კიდევ ახალგაზრდას მოეწონოს ვინმეს ან როგორღაც რა და გაჯობოს მე. ამიტომ შენ თუ არ გინდა თუ არ გინდა რომ დაგემართოს შენც ნუ გაუკეთებ იმას. და ჩამოყალიბდება გარკვეულ კანონებად. უკვე გაფორმდება ეს. და მერე უკვე ეს არის უკვე სიმბოლური ტექსტია. მერე ეს ტექსტი უნდა გახადოს სიმბოლურად. ესე იგი ეს ტექსტი ბუკვალურად ფორმალისტურად კი არ უნდა ასრულო. ასოკლავს სული აწუწყლის მე პავლე როიტყვის. არამედ შენ კიდევ ამის მიღმა უნდა გახვიდე და თქვა ესე იგი რა გვინახეთ ჩვენ ეს კანონები. აი მარხვის კანონები რო გვაქვს რა დღეს. ჩვენ რო აი არ შეჭამო პური, არ შეჭამო ეს, არ ჭამო ეს, არ ჭამოს და ეს გადაიქცა რაღაც მაგიურ კანონად. თუ შეჭამ ღმერთი დაგჯი თუ არ და სიამდვილეში ამის უკან რა დევს?
ესე იგი ამის უკან დღეს დისციპლინა რა ელემენტარული. მაგალითად სპორტსმენისთვის ახლა პრობლემები რომ არის რომ მუსლიმები რო იწყებენ რამადანზე მარხულობას ფეხბურთელები მათი ეფექტურობა ვარდება ფორმიდან ვარდებიან იმიტომ რომ ძალა ვეღარ იხდენენ ძალას ესე იგი რამდენად არის მაგალითად სტუდენტისთვის რომელიც მეცადინობს იქ ფიზიკურად ვარჯიშობს მეცადინობს რომ კარგად იმეცადინოს ამის ფიზიკური ვარჯიში ჭირდება მეცადინება ჭირდება ამ დროს შენ მას ეუბნება არ ჩამო ხორცი არ ჩამო ის არ ჩამო ეს და ნუ პირიქით მათ აკლდებათ ეს ენერგია ესე იგი თვითონ აქ არის 100 კლავსულიაც ჩვენ პრინციპში უკვე ისე ვიქცევით როგორც წინააღმდეგაც თავად იესო გამოვიდა და რომლის პავლე მოციქული გამოვიდა ხო ესე ჩვენ უნდა ყოველთვის უნდა ეს არის სიმბოლური ტექსტი რომელიც გიჩვენს სიმბოლური რა არის რა გაკავშირებს რაღაცასთან ხო ერთი ნაწილი ორი ნაწილი ერთმანეთს ხვდებიან და მე სიმბოლო თითქოს სიმბოლო ორ განსხვავებულ სივრცეში ერთად არის მოცემული მე რა სიმბოლოს უერთდები სიმბოლო კი უერთდება იმ მეორე განსხვავებულ სამყაროს რაღაც ჭეშმარიტება იქნება თუ რაც იქნება და ამითი შენ ამ სიმბოლოს საშუალებას იმასთან ცოცხალ კავშირში ხარ ის იმას კი არ აღნიშნავს კაი გავანებოთ ამას დავიხარ ხო და მაგრამ სიმბოლური ტექსტია რომელზეც ჩვენ უნდა დახარჯო შენი აზროვნება იაზროვნო და ესე ამ სიმბოლურმა ტექსტმა შემას რიტუალურად და ფორმალისტურად და კი არ უნდა ასრულე და აი მარტო ასრულს არამედ მის მიღმა უნდა გახვიდე და მის მიღმა უნდა დაინახო თუ რისთვისაც არის ეს შექმნილი რისთვის არის ეს არის კეთილდღეობისთვის ბედნიერებისთვის საზოგადოების და შენთვის თუ კანონს მოაქვს შენთვის უბედურობა შესრულებას მაშინ ის ცოტა სხვანაირად უნდა კანონი ამისთვის არის ეს დაინახა არისტოტელემ სხვათა შორის და ამბობს რომ ჩვენო კანონი მივსდიოთო არამედ კანონდებელს რაც ქონდა გონებაში ის უნდა გავიგოთო ეს აი სწორედ უკვე კანონს უყურებს როგორც სიმბოლურ ტექსტს და ამას ზუსტად დამფრაზებს იმეორებს გრიგორი ღვთისმეტყველი მე ეს კანონები მაინც ესე იგი ერთი მხრივ ეს ძალიან საჭირო რამე არის და უკვე დიდი ნაბიჯი აკავლე ჯერ ის რომ ველურმა ადამიანმა მოიწესრიგა თავი და სამყარო დაახატა რაღაცნაირად რომ ესე იგი ამ ღმერთებითა და ასე შემდეგ იმას კიდე თავის ისტორია როგორი ხატებოდა თავიდან ღმერთები რაღაც ჩიტები რაღაცები იყო მე ჩიტებ თავიანი რაღაც ადამიანი ბოლოს ადამიანის ფორმა მიიღეს ბოლოს ამ ღმერთებმა რაღაც განკაცებები დაიწყეს ზარაებმასთან კრიშნაც იბადება და ეს ზარათუსტრა მითრაც იბადება და ასე შემდეგ რა ქალწულისაგან იბადება და მე ქრისტე იბადება და ასე შემდეგ ხო და მე მუსლიმები ამბობენ ეს არ გვინდაო და აჩვენეს ადამიანი ასე ღმერთის მოგერა და თქოს რა არა წინასწარმეტყველია ამ მუჰამედი ის არ არის რაღაც ღმერთკაცი თუმცა ღმერთკაცობის სხვანაირი გაგებაც არსებობს შეიძლება იყო ღმერთკაცი დაბადებული აი ნახევარ ღმერთების რაღაც მთელი პლიადა არის ხო აი მაშინ აი მედია თავიდან ღმერთი არ იყო მაგრამ მე გახდა ღმერთი მედია ჩვენი მედიაც შეიძლება გახდეს ადამიანის მეტი გაღმერთების განხრთობის იდეა მოდის ბერძნებთან არის პლატონთანაც არის ეს იდეა იუეს გავსოთ ღმერთს ამდენად შესაძლებელია და ასე შემდეგ და ნუ ეს კარგად აითვისეს მე ქრისტიანებმა ხო და მითემას საკმაოდ ბევრი გზა გაიარეს მაგრამ ეს არის მითი ეს არის პირველი სურათი რომელიც ადამიანს ჭირდება ორიენტირებისთვის ადამიანი რაღაცა ისეთი არსება რომელსაც უნდა რომ გაიგოს ძაღლსაც უნდა რომ გაიგოს ყველას უნდა რომ გაიგოს და ჩვენც გვინდა რომ გავიგოთ რომ გავიგოთ სამყარო და აღწეროთ ეს სამყარო რომ და მე ამას ინტერპრეტირება გავუკეთოთ თორე სხვანაირად არ გამოვა ვერ გებულობ რატო არსებობ რა ხდება მარჯვნივ რა არის მარცხნივ ან ეს ავტო ხდების როგორ ხდება ამით რაღაც წინასწარ განსაზღვრად შემიძლია მე ამისი ამ შენი ხატოვნის გალოგოსურება კონცეპტუალიზაცია ხდება მამანი ამტკიცებენ რომ ვერაზროს ლოგოსი ვერ ჭირდება მითოს და ეს ისინი ყოველთვის ერთად უნდა იყვნენ
უფრო დიალექტიკურად მითოსი ბადებს ლოგოსი თავად ხდება მე რაღაც ახალი მითი მე ეს მითი კიდე უნდა განმარტო და ესე დიალექტიკურად მიდის და აი ამ ლოგოსის მერე ლოგოსის ტექსტებად რო დაიწერება ჟესტებად რიტუალებად რო დაიწერება და სასამართლოები რო შეიქმნა კონსტიტუციებად რო დაიწერება გნებავთ ლიტერატურა რო შედგება პოეზია რო შედგება და რაც არ იქნება ეს არის ამას ვთქვათ ლოგოსი ვთქვათ ну ამის ყველაზე დაწყობილი სახეა რა თქმა უნდა არის უკვე ეს კანონები ყველაზე დაწყობილი სახეა ჩვენი ესე იგი კანონის სამართალი არის ყველაზე მეტად რაფინირებული კონცეპტები ჩვენი კულტურის და შემდეგ უკვე აი ამ ეს სამართლებრივი ტექსტები და ამ სამართლებრივი ტექსტები ხდებიან უკვე თავად ხდებიან სიმბოლოები რომელიც რეალობასთან გაკავშირებენ მაგრამ არ კი სულად კი არ ხატა ზუსტად ესეთი კი არ არის ღმერთი აი მარხვა ზუსტად ესეთი კი არ იყო ან ზუსტად კი ესეთი კი არ უნდა იყოს ის უნდა მიესადაგებოდეს და ის ისეთ დისციპლინაში გაქცევდეს როდესაც შენ ყველაზე კარგად გამზადდები მომზადდები საღვთო მიღებისათვის და ღმერთისთვის მოსაწონს თუ გახდები აი ეს გზა გაიარეს და ну და იმავე ესე იგი ლაპარაკობს მაგალითად გოეთესთვის რომ აი ეს ქიმიური კანონები ეს მეცნიერებები სამყაროს ეს ანალიტიკური დაშლა და ხელახლა აწყობები სინთეზები მერე ეს ანალიტიკა და სინთეზი ეს კანტის ტერმინებმა გააკეთა რაც შეიძლება აიყვანა ნუ ბოლო წერტიდან და ფიხტი აქტუალებული ფიხტე მეთქი ეს გოეთე აქტუალებული იყო ფიხტეთიც და მითაც რა ქვია კანტიცაც და ნუ შემდეგ თან არ დაგავიწყეთ რომ ეს მისი ეს ფაუსტი მთელი ცხოვრების განმავლობაში წერდა ამ რა და იცულება ასე და იქ ლაპარაკობს ფერები. ესე იგი ფერები უნდა მიეცეს სამყაროს. ის ფერადობანი უნდა იყოს. სამყარო ფერთა შესახებ მაგ მეც all those hacks are ფერებთან დაკავშირებთან. და როგორ გვიყვარჩვა ფერები ხო? აი ფერი რა არის? ფერი ეს არის ფერადობანი რაც უფრო მეტ ფერს ხედა, მეტად კულტურული ხარ. უფრო მეტად ადამიანი ივსები შენი ცნობიერება ფართოვდება ფელთა ხედვა ფერადის იზმრები და არა ფერადის შავთეთრის იზმრები ასე შემდეგ ფერები და ფერი არის ის რომ ეს ქიმიური კანონები ეს ინდუსტრიალური წინსულები ეს ყველაფერი სკიენტიზმი ესე იგი მეცნიერული ყველაფერი მეცნიერებას წარმატებაზე იმედის დამყარება აი დღეს რომ არის მაგალითად ბედნიერი ქვეყნები და რითი არა ბერ თუ გაქვს საჭმელი სასმელი თუ რაღაცები ბედნიერი ხარ მაგრამ ბედნიერი ადამიანი შეიძლება სხვანაირადაც იყოს და სულაც არ მოქონდეს ბედნიერი თვითონ ბედნიერების ცნება არის ძალიან გაურკვეველი არისტოტელე ამბობს რომ ადამიანი ბედნიერებას ესწრაფის და რა არის ეს ბედნიერება ევდემონია თუ ევტიხია არის ბედნიერი ხარ ბედი რა არის ბედი არის ხვედრი, იღბალი, წილი თუ ბედიც და გამარჯობა ღმერთს უნდეს მოცა ხვდების. ესე იგი რა არის ბედი ამის შესახებ ლაპარაკობ და რა არის happiness, ასე ევტიხია, ტიხი არის ხვედრი და ტიხი არის ასე თქვათ იღბალი. ბერძნულად ევტიხიაზე კეთილიღბლიანი ხარ, კეთილხვედრი ხარ თუ ევდემონია, ევტიხიას რომელიც ევტიხია არის იღბლიანობა, ევდემონია არის ეს კეთილ ანგელოზებრივი ხარ, კეთილ ღვთაებრიობა დემონი ნიშნავს რა. კარგსაც და ცუდს ანგელოზებრივი დას რა. მე ჩვენთან დემონი ხდება უკვე დაცემული ანგელოზი, მაგრამ დაიმონი. ხომ დემონი მაშინ შეიძლება ევდემონი, აი დემონი მე ლაპარაკება სოკრატე ამბობს, ჩემი დემონი, ესე იგი რაღაცა განსულიერებული რაღაც განპირობებული სულიერობა, რომელიც არის და ევდემონია ნიშნავს ბედნიერი. ხო ესე ბედნიერება რა, ბედნიერებისკენ სისწრაფი, ეს სწრაფა როგორ არის და ასეთ ვითარებაში ეს მეცნიერება, ესეთი ბიოლოგია იქნება, ეს თუ ქიმია იქნება,
მანდა მაინც ინდუსტრიული წარმატება ეხლა ნახეთ ეკოლოგიურ პრობლემ ეს გოეთესთან ეს პოეტური სულით ეს ყველაფერი დანახულია და იქ კოკა ბრეგაძე რომელსაც მე მოვიყვანე სულ ცდილობს რომ ეს მიღმიერი და მის წიგში ეს სულ ჩანს და სულ იმეორ აი 800 გვერდი უწერია მე ხარ 800 ვერ დავიკითხე ჯერ მაგრამ იმდენად ხშირად მეორდება ერთი და იგივე მის აი სულ სხვადასხვა კუთხიდან უნდა გაჩვენოს რომ აი ეს ტრანსცენდირება უნდა მოხდეს ადამიანის თავისი მიწყივ დღიური ცხოვრებიდან მე მას ყოველდღიურს ვეძახი ყოველდღიურობიდან რა რომ აი ამ ჩვენი ფიზიკალურობიდან ფიზიოგნომიურობიდან უნდა ამოვხდეთ და რაღაცა სხვისკენ მივისწრაფოთ ეს რაც შემდეგ ნიჩესია ძალობრივი სწრაფა მე ეგზისტენციალიზმში ეს გადმოდის რომ ადამიანი შეიძლება ძალიან უბედურიც კი უნდა იყოს ამ ინდუსტრიულ ქვეყანაში და ნუ ვიცით რომ აი ამ ინდუსტრიალიზაციამ და ამ მოიტანა ჯერ სოფლიო ომები აი ამ მეცნიერებაზე ჯადოსნურ თაშიც არის ახსენეთ მოიტანა ადამიანი ვერ გახადა ბედნიერი კი არა მოიტანა ჰოლოკოსტი მაგრამ ისე არ უნდა გამოგვივიდეს მეგობრებო რომ თითქოს ეს ჰოლოკოსტი და ეს მოდერნის ბრალია იმიტომ რომ არც არამოდერნული ქვეყნები ჩინეთი იქნება ეს ინდოეთი და ინდონეზია და ეგენი აკლებენ იქ უფრო მეტი ადამიანი მოკლეს და იქ უფრო მეტი ადამიანი დაბრიდეს და იქ უფრო იმპერატორი ყავდათ იაპონელებს არა საშინელები გაუკეთეს ჩინელებს და გენოციდები იქ რო არის ისეთი უნდა გენოციდები და არავითარი კავშირი მოდერნთან არა აქ ხა ჩრდილო კორეას რაც არის ხო სწორედ რაც მოდერნი არის წინააღმდეგ ადამიანი უნდა იყოს თავარი სწორედ ამ მოდერნმა მოიტანა მის საპირისპიროც ვინც მოდერნი ვერ მიიღო და მოდერნს შეებრძოლა იმათმა მოიტანეს მაგრამ არის ფიქრობთ რომ ეს მართლა ამ ტექნოკრატიის და იმის ბრალია თორე უარესი ჟლეტები ხდება აგერ ინკებს და იმას ერთმანეთს ჭამხოცავდნენ და ესე არ არის რომ მოდერნის ბრალია ეს მოდერნმა თავის პრობლემები მოიტანა მაგრამ საქმე იმაშია რომ ევროპა გარკვეულ დონეზე უკვე მისული იყო და ეს მასიური განადგურების იარაღები არ იყო მაგოეთეს დროს და ომები ხდებოდა ქალაქგარეთ ეს ევროპა მიაღწია რაღაცა დონეს მაშინ ეს მოდერნული მიღწევა იყო ეს განათლებული მიღწევაც იყო ეს რომ ომები ხდებოდა ქალაქგარეთ აი რატო წააგო მე ნაპოლეონმა რუსეთთან რომ მოუგო ის ბოროდინოს და ჩვენ კողმა გვასწავლდნენ მაგრამ მოუგო ის ბოროდინის ბრძოლა და მოსკოვი და აეღო რა მოსკოვიდან უნდა გამოსულიყო ვიღაცა და ჩაებარებინა მასთვის აგერ ბატონო მოიგე ბრძოლა და აგერ ქალაქი და ამად რუსებმა ქალაქი გადაწვეს და გაგიჟდა ნაპოლეონი შევიდა მოსკოვში და არავინ არ მოვიდა ელოდებოდა რომ მოვა დელეგაციაო და აღარ მოვილაპარაკებთო რაღაცას არაფერი გადაწვეს რუსებმა თავისი მოსკოვი და აიქცნენ რაღაც დიესტეპებში და მე მოუგეთო ნაპოლეონს კი არა მაგრამ სააგეს ეგრა მოგება იყო საკუთარი ქალაქი დაწვის უფრო მეტი ჯარიშენ გაგიგულანადბურდა ხალხი შიმშილით გეხოცება რაღაც ეხა მაგისთან მე ზუსტად იგივე გაემეორა სტალინმა ხო 20 მილიონი თუ რაღაცა რაც საბჭოთა წააგო რეალურად ომი რა ცხოვრების ხარისხი ყველა დანარჩენი ქვეყანა უფრო მაგარ ხარისხზე ცხოვრობდა ცოტა ხნის მერე მთელი რომელსაც მოუგო ვიდრე თვითონ რუსეთი და ჩვენ ცხოვრობდით ხო რომელი უფრო კარგად ცხოვრობდა მე даже რუსეთის მიერ დაპყრობილი ბულგარეთები და ისინი რომ აღარ ვაპარაკობ მე აღმოსავლეთ გერმანიაზე და სხვა ქვეყნებზე რა ეს რანაირი მოგება იყო მოგება არის ის რომ შენ მე რაღაცა ხეირს ნახავ იმისგან რა ხეირი ნახა ტერიტორიები მიიღო და იქ გაბატონდა ხო მოკეთ ამით ბრალია მაგრამ გოეთემ ეს დაინახა და რადგან გოეთემ ეს დაინახა მაშინ უკვე წინასწარ ამბობს რომ ეს უფრო მეტ საშინელებას მოიტანს ეს ტექნოკრატია აჩვენებს და კოკავას უნდა რომ სულ ეს გვაჩვენოს დაგვანახოს ის მიღმიერი მაგრამ ვერ დაგვანახებს ახლა მაგის просто რაც გოეთემ გააკეთა თავარი იყო გოეთემ გააკეთა ის რომ შვენიერება თვითონ ძალიან განასხეულა ესე იგი მიღმიერი კი არა მიღმიერი ამ სამყაროში არის რა ის მიღმიერი და სამყარო ერთად არის უბრალოდ მარტო ამ სამყაროს დანაკუცება და დამის არ შეიძლება რა ქვია
მოგეთ ამ სამყაროს დამუშავებდი მიღმიერი გამოჩნდება თვითონ ამ სამყაროში და შუქ აი სხეული ჭირდება უცებად შუქს რომ ეს მარტივი რამეა ხო თუ სხეული არ არის ჩვენ შუქს ვერ დავინახავთ და შუქი იქცევა სიბნელედ ეს პრობლემა დგას მართლმადიდებლობაში რომ ჭრიტელობაზე ვლაპარაკობთ იქ ჩვენ არ ვიცით ექსკატოლოგია როგორი არის მე ჩვენ ჩებით რაღაც ამ ღვთაებრივ ნათელში ესე და ვერაფერს ვერ ხედავთ თუ ღვთაებრივი ნათლის საშუალებით ჩვენ კიდევ უფრო მრავალფერად ვხედავთ სამყაროს ფერი ქართულში ნიშნავს გვარობას და აი გოეთე ამბობს რომ სწორედ გოეთე ამბობს რომ ნებისმიერი საგანი და ჩვენი მოღვაწეობა ეს არის სიმბოლური სიმბოლო რა არის როცა ორი არის ერთად აი მაგალითად შუქი რო დაიჭება სხეულს სხეული ხდება სიმბოლოდ ვის სიმბოლოდ იქცება შუქის და ღმერთის რომელიც ამ შუქს უშვებს ღვთაებრიობის რატო იმიტომ რომ მასში შუქიც არის და სხეულიც არის აი სხეული ნამდვილ განზომილება აი შუქზე ჩდება სხეული იმად რაც არის და რაც უფრო მეტად მიმღებია ამ შუქის რაც უფრო მეტად განშუქდება ხო მით უფრო მეტად მისი სხეულებრივობა და სილამაზობა გამოჩნდება სხეული აი მაგალითად ჩემი სხეული სიმბოლოა ჩემი პიროვნების ესეა მოგეთ ეს და მივედით აქამდე რომ ეს დაორსული სიმბოლო ესე იგი ეს ტექსტები რაც აქვს ჩვენ მოცემული სამართლებრივი ტექსტები ამ შემთხვევაში არის ორსული ესე იგი ფეხმძიმედ არის იმისაც რომ აზრი დაიბადოს მის გამარჯვებული ხშირად რომ იყენებს აზრში უნდა ჩავარდე აზრი უნდა დაიბადოს აი ესეთ ეს კასისერთან არის და მამარდაშვილი ნეოკანტიანელებს დიდ პატივს სემს მამარდაშვილი ნეოკანტიანელებს და ბოლო მისი ლექცია სწორედ ნეოკანტიანელებს უკავშირდება რომ ამბობს რომ აი რაც ნეოკანტიანელებში ხდებოდა იქ ვენაშიო რა იქ ნუ ვიტგენშტაინი წერა თქმა უნდა რაც ხდებოდა მაგრამ ვიტგენშტაინი უფრო ვენიდან არის ვიდრე ვენელი არის რა ხო და რაც უფრო ეს ნეოკანტიანელებზე არის ძირითადად ლაპარაკი და იქ ნუ ჰუსერლზე და რაღაცა მაგრამ ნეოკანტიანელებს ეგ როდესაც ის პრობლემა რაც იდგა პირველი მსოფლიო ომის იმავე პრობლემაში ვარცო დღესო და ეს დამტკიცდა დღეს რომ აი ისე პრემოდერნი მოდერნს ებრძვის და არა ესე იგი დაგვიანებული ერები როგორც რუსეთი გერმანია რაღაცა დიდ მუსლიმები რომელსაც უნდათ მოდერნული ცხოვრება უნდათ მაგრამ მოდერნს ვერ იღებენ და ამიტომ მოდერნს მე ებრძვიან და რა დონეზე ძიხებენ ამას თვითკვლელობა და სხვისკვლელობად აქცევენ აი ეს მოდერნს დაპირისპირებული პრემოდერნობა წინამოდერნობა რომ ებრძვის მოდერნობას რომელიც თვითონ შიგნით მოდერნში აღწევს და უკვე შიგნიდან ირღვევა ევროპა ის რაც მამარდაშვილმა თქვა 30 წლის წინ აი დღეს ხედავთ ამ რომ პუტინი უგებს რა და ჩინეთის დახმარებით და ჩინეთის სწორედ დეგარი ეს არის მოდერნული ტექნოლოგიები, მოდერნული იდეები, პრემოდერნული საზრისით. და ვღებოთ ჩინეთში კომუნისტური დიქტატურა რუსეთი და ესენი ებრძვიან ამერიკას, ევროპას და თითქმის განადგურებით ამოქმედებს. ეს ყოველთვის ეგრე ხდება. და მამარდაშვილი ამას ამბობს. ეს არის მისი სულისკვეთება, როცა ნეოკანტიანელებზე ლაპარაკობს და ნეოკანტიანელები ესე იგი პრობლემაც იდგა მე-20 საუკუნის დასაწყისში, იმავე პრობლემაზე გავართო მე-20 საუკუნის დასასრულში და ჩვენ უნდა ვთქვათ უკვე 1/4 საუკუნის გავიდა და ჩვენ კიდევ იქ ვდგავართ. ვერ გადავლახეთ. ეს სანამ რუსეთს არ დაამარცხებთ ხალხო. რუსეთი არ დაიშლება. ეს პრობლემა არ მოიშლება. ვერ გაიმარჯვოს დემოკრატია და ვერ გაიმარჯვოს მოდერნი და ალბათ დამარცხდება კიდეც თუ ასე გაგრძელდა როგორც დღემდე მოდის. და აი ეს კასისერი ამბობს რომ ეს და ამბობს ეს ორსული ეს სიმბოლური ფორმები განსაკუთრებით სამართალი რომელიც ყველაზე მეტად კონდენსირებული კულტურის სიტყვებად და ტერმინებად ყველაზე მეტად კონდენსირებული აი სუფთა სპირტი არის მაგრამ სპირტი შეიძლება კონიაკი გააკეთო შეიძლება რა ვიცი ხო და აი სპირტი აი და ყველაზე მეტად კონდენსირებული არის სწორედ სამართალი და ეს ისეთივე მისი ესე იგი კასილერის
ეს ორსული საიდანაც რაღაც უნდა იშვას ეს ორსული სიმბოლო ეს სიმბოლური ორსულება ამას ეძახის ის არის უკავშირდება გოეთეს ფერთა თეორიას ესე იგი როდესაც ფერი უნდა მიეცეს მექანიკას და ლიტონ ტექსტს ქიმიური ტექსტი იქნება თუ მეცნიერული ტექსტი იქნება თუ ტექსტს უნდა მიეცეს ფერი აი შენ უკვე შენი ძალის ხმევით შენი პოეტური სულით შენი შრომით შენი მოწესრიგებულობით შენ მასში უნდა შთაბერო სული და გააფერადონო და გაამრავალ გვარო აცოცხო აი აქ ვედით გოეთეს ფერთა თეორია ხა გადავალ მამარდაზე